He's shy. ხო და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რაც მე ბალიზე აღმოვაჩინე. გამარჯობა თუ ჯორჯა. Let's fucking go. აგერ ძმებო. ო პატარა კაციც ქონია მამიკოს. Ой, მე რა გინდა დაკიო რა თუ არ ზღობის ხო გინდა და ჩემი ძმები და დები ხართ, იმიტომ რომ იცით როგორ უნდა გახსნათ ჩემი ვიდეო და დაალაიქოთ და დასაბსკრაიბოთ, როგორ ახართ. მოკლედ დღეს მაგ MMA სპარინგები პირველად ბალიში, ბალი MMA-ში და ბალიში. ხო და კაი ვიდეო უნდა გამოვიდეს რა, პირველი სპარინგები იქნება. მანამდე კიდე სკუტერი უნდა მომიყვანონ. უნდა შევცვალო ჩემი სკუტერი მეორედ უკვე, იმიტომ რომ ეხა ეს ფერი ძალიან დამეواسა და უეჭვიდან დავითრიო. ხო და შეიძლება ვასაერთოდ ისე ვქნა, რომ ჯერ მთელი დღის განმავლობაში რას ვაკეთებ, ეგენი გაჩვენოთ და სპარინგები ბოლოს შემოვინახო რა. ხო და let's fucking go, let's see. თან ახლა უკვე სკუტერიც წამებში მოვა და წავდით. ახალი ოქრო მოიყვანეს უკვე. Hello brother. Twins გიგოსებოც ლოპანცების ჭრაჭუნი. მაგერ მევას. Does the goblin has a loud exhaust? No. No? He's shy? Silent. Silent killer. This is ABS. With the ABS? Yeah. Okay, all good. ერთი კვირა ამასვიდა მე რომ ნახე ვაფშე სხვა დავითხრი. გამარჯობა. Yes, can you say გამარჯობა? გამარჯობა. გამარჯობა to Georgia. გამარ გამარჯობა to Georgia. გამარჯობა თუ ჯორჯა. Let's fucking go. გამარჯობა. კაროჩი ბრატი ეგ არის რა. მომიყვანეს აგერ გობლინა, შევცვალე ჩემი სკუტერი და ეხლა დავაწექი სპარინგებზე. და დაგიბრუნდით პატარა unboxing-ით, მეგობრებო. აქ საერცხის მანქანა არ მაქვს სასტუმროში, რომელშიც ვარ, guest house-ში. ხო და მიმაქვს ამრეცხაოში და სულ რაღაც $5 დაახლოებით. აი ესე მიგეთებენ ყველაფერს ერთი წამით თქვენთან ერთად. აი ესეთ მდგომარეობაში ჩამაბარიეს, თან ძალიან საყვარელი ტიპები არიან ეს ინდონეზიელები. Hi, hello, thank you. სულ ეგეთები არიან რა და სასიამოვნო. აი ესეთ მდგომარეობაში ჩამაბარეს, მოდი ერთად გავხსნათ. გუშინ ჩავაბარე ტანსაცმელი დაახლოებით შუა დღის საათებში და დღეს დილით პირველ საათზე დამახვედრეს უკვე ესე დაკეცილი, გამშრალი, აი ესე გარეცხილი, რავი, კარგი სუნით, ეს სპორტულები ესე ცალკე, ტუსებიც ესე ცალკე, დაჟე ხელისახოები რომ ეს ლამაზად დახვეული არის და ესე ჩამაბარეს. Nice. კაროჩი ჯიუჯიტსუზე გავიცანი ერთი ადამიანი, ჩემი ძმა, რომელთან ერთადაც ეხლა მივდივარ აუზზე. ცოტა ხანი გავჩილო, დავისვენო სპარინგების მე ასწორებს და მოკლედ იქიდან დაგიბრუნდებით რა. მეგობრებო, ეხლა ვარ ვალუტის გაცვლის ფილიალში. დავახურდავი $1000. და შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ დღეიდან ვარ მილიონერი. იმიტომ რომ ეხლა რა ვიცი, ძმებო, გაჩვენოთ მაყურს. შეხედეთ, სიმონ, 17.5 მილიონი არის $1000. მილიონერი, ხო თქვი რომ მილიონერი გავიჩნდებით ხო? ვის საჯეროდა ბიჭო ჩემი? ვის?
იმედია ჩემი ხმა ისმის რა მიკროფონი არ მაქვს წამოღებული თან და როგორც მოჭხუბარს საჭიროა რომ როცა არ ვარჯიშობ ისეთი რაღაცები აკეთო რა აი მამაკაცური რაღაცები მაგალითად სანადირო წახვიდე იარაღი ისროლო ის ეს ხოაზე რასაც კაცები ვაკეთებ რა ну და ეხლა წამოვედი წარბების გასაკეთებლად let's fucking go მეგობრებო ისდაცი მაქვს რა ეხლა короче წარბებზე კი მოვედი მაგრამ არასდროს ეხლა ისიც რომ კაცმა უნდა გამიგეთოს წარბები და ой მე რა გინდა დაკიო რა თუ არ ზღოდი სხვადი ასინო დამეცა აი ძმა მომცეს ბალში ხა კომფორტულ გწნო ჯერჯერობით ვიწმინდოთ წარბებს თვითფასო მეგობრებო მე დავიწყებთ წარბების კეთებას და გოგოებო ვინც მეყურებთ ესეთი რაღაცა გაიგეთებიათ საქართველოში ნაგერ გაიწმინდა ჩემი წარბები და ეხლა უკვე დავიწყეთ მუშაობას. Просто სპარინგების გამო სინიაკები მაქვს ახლა. სულ წარბებს კი არ ვიკეთები ბრაც. ეხლა ვიკეთებთ ვაქსინგს მეგობრებო. თანადესკი ფერი არის, იმენა ქურდული. იმენა განაბური ვაქსი არის. დავიდა. ეგა ძმაო, ჯერ საყურეს გაიკეთებენ. მე ვარდისფერი ვაქსით წარბებს გაიკეთებენ. ეგრე ძმაო და მე ცხელ შოკოლადსაც დალებენ უეჭველი ძმაო გადაჭიშდებიან საერთოდ ეხლა რაც დარჩა იმას უკვე პინცეტით იღებს რა მორჩით შენირად გამოიყურება ბებე რა clean Yeah, it's clean. ეხლა ეს redness is so to კაცის დავდა რაღაც ხოზე ძმა მაგრად დემოკრატია ეძახი და საკაიფოდ გააკეთა წარბები ხო იცი is the man გამარჯობა ჯორჯია. let's go მორჩა ბებე რა, შენურად გამოიყურება. ვაზე ხარ სიმონ. ეხლა კიდე რავი, გაჩვენებთ იმ სპარინგების ვიდეოებსაც, რომ ვაზე ხარ ცოტა დავიბრუნო ეს მამაკაცურობა და რამე. Have a nice day, thank you. You too, bye. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. გიორგი მექვაბიშვილის სპარინგებს გავუძღვები მე, გიორგი მექვაბიშვილი. დავიწყეთ. კარგი ხუთში იყო დარტყმა ეს. შვენიერი question mark-ი. ნებისმიერი რეაქციაც. კიდევ ერთი სხეულზე მუშაობა აქ გადავიდა მოწინააღმდეგე ტეიქდაუნზე, თუმცა იცავს გიორგი მექვაბიშვილი, იცავს, კარგად გამოსდის, მშვენიერია. მოახერხა რაღაცნაირად თავის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობაში გამოცდილება თითქმის საერთოდ არ აქვს. კესხვილში დარტყმა კიდე ერთი ღვიძლი, კიდე მუშაობს და აქ თვითონაც მიიღო საპასუხოდ მარჯვენა ჰუკი. ამჯერად უკვე ვეღარ მოახერხა გიორგი მექვაბიშვილმა თავი დაეცვა ტეიქდაუნისგან, გადაიყვანა მოწინააღმდეგე მის, ნახოთ წამოდგება თუ არა და დასრულდა რაუნდი. ვიწყებთ მეორე რაუნდს, აქ გიორგი მექვაბიშვილი უპირისპირდება ესპანელ მოწინააღმდეგეს. საკმაოდ კარგი ბიჭი ჩანს, ნახოთ როგორ წარიმართება სიტუაცია. მატყობინებენო გიორგი მექვაბიშვილის დაღლილი აქვს ხელები ჭიდაობის მერე, იმიტომ რომ ჭიდაობას მიჩოვლი არ არის. აი კი კიდევ შვენიერი საერთი გაუტარა მუშაობაში. დარტყმები აიცილა, თუმცა აქ უკვე ტეიქდაუნზე გადავიდა და ვნახოთ აიღებს თუ არა ესპანელი ტეიქდაუნს. ძალიან ახლოს არის. უნდა წამოუდოს ფეხი, უნდა წამოუდოს გადადგა გიორგი ნაბიჯი, ეხლა აი მაინც გადაიყვანა მიწაზე, მოკლედ გამოცდილება თავისას შვება. და გიორგი მექვაბიშვილი ქვემოდან ემუშავება, მაგრამ რა თქმა უნდა უკეთესი პოზიცია აქვს ესპანელს. გადაწყვიტა რომ წამოდგეს, მაგრამ ამ წამოდგომის დროს დათაფვა მოუწია. ბრავო ესპანელს. ზოგადად შეუულებრივად წამოდგა გიორგი, ვნახოთ აბა რა, ოპა, მშვენიერი აბერკოტი. აპრესინგებს ესპანელი. ზოგადად ახლა გიორგი გადადის წინ, ორიანი ჩაუსვა მშვენიერი, ჯები კიდევ ერთი. ვნახოთ რა იქნება. წინ მიდის გიორგი კაია სპინინგი, აი სპინინგი როგორ უნდა გაარტყა პირდაპირ ღვიძლში.
შვენიერი overhand-ი და დასრულდა რაუნდი. Короче, ჭიდაობაში იმენა პიზდეცი მაქვს რა. ერთ გადამიყვანეს თუ არა, ხელები ეგრევე დამეხა. პიზდეცი. მესამე რაუნდი. აქ უპირისპირდება არ ვიცი ვის. მოდი შევხედოთ შვენიერი მარცხენა ჰუკი იყო და მგონი ორიანითაც მიწვდა. მოწინააღმდეგეც გადაწყვიტა მსგავსი, მაგრამ ვერ გააკეთა. ღვიძლში გავიდა დარტყმა ორიანი ვერა. კაი იყო ეს ბოდიშოტი. ისე question mark-ი. question mark-ებს კარგად აკეთებს ეს ბიჭი, შემახმიან თო შვენიერი აცილება და გადასვლა შეტევაზე. ჯები გავიდა, ლოქი გაუტარა მოწინააღმდეგემ ორიანი. ცუდი რაუნდი არ იყო. ნახოთ რა მოხდება მეოთხე რაუნდში. ეს ვინ არის? გადმომცეს რომ ეს ბიჭი ძალიან ტექნიკურად მუშაობდა, ამიტომაც ჰაილაითები თითქმის საერთოდ არ არის, იმიტომ რომ შეტევაზე არ გადმოდიოდა. რაღაც პატარა გაცვლები, ეს როის მცდელობა, გიორგისგან, ჯიქის მოკითხვა, question mark-ი და side kick შვენიერი. მონახოთ ახლა დაატრიალდა, ვითომ სპინინგი უნდა გაეშვა და შვენიერი დარტყმა ღვიძლში. მარცხენა ფეხით. დასრულდა მეოთხე რაუნდიც, მეგობრებო. მცველი ამბობს, რომ ვისაც გინდა დაჩით და კიდე ისპარინგეთო, აქ გადმომცეს, რომ მცველი ეუბნება გიორგის სტრაიკინგში კარგი ხარ, კარგად გძნობ თავს, თავდაჯერებული ხარ, მინდა რომ შენ თვითონ გადახვიდე ჭიდაობაზე, რადგან უფრო კომფორტულად იგრძნო მომავალში თავი ამ ასპექტშია. დავიწყეთ მეხუთე რაუნდი, ისევ ესპანელთან დგას გიორგი, ნახოთ შვენიერი როი და უცელში დარტყმა. ეს ომში მიიღო მარცხენა ჰუკი, სპინინგი, რომელიც სუფთად ბოლომდე არ გავიდა. გადავიდა აბა ისევ ესპანელი ამჯერად დაიწყო თავი გიორგიმ, ყოჩა გიორგის ვაფასებ ამბის. გონი დადიოდა, ვარჯიშობდა ალბათ. კაი საიდკიკი იყო. შვენიერი ბოდიშოტია გიორგისგან. რაცა უფრო თავდაჯერებულია, შვენიერი ჯები. თვითონ გადავიდა ჭიდაობაზე. თუმცა ეს რაც შენი არ არის. თუმცა იმისათვის რომ ისწავლო, უნდა გააკეთო ესეთი რაღაცები და გარისკო. კარგი ბოდიშოტი ორივესგან, შვენიერი მარცხენა ღვიძლში, კიდე გადადის ტეიქდაუნზე, მაგრამ იცავს გიორგი. ხელები ჩამოწეული, თავდაჯერებულობა ემატება, შვენიერი კომბინაცია. ნახოთ შემდეგი რა იქნება და კიდე კომბინაციები აქ აღარ გამოჩნდა, მეგობრებო, იქით მომაწოდოს ინფორმაცია, რომ გიორგის მიმწყდეული ყავდა ეს მოწინააღმდეგე და კაი დარტყმა გაუტარა, მაგრამ არ ჩანდა კამერაში, იმიტომ რომ ფოტოსესიაში დასრულდა სპარინგები, მშვენიერი სპარინგები იყო ბიჭებო. გიორგი მაკობიშვილს უთხრაიდოთ დამიეკოს. ჩემი მაყურებელი. Короче, მოვურჩი სპარინგებს და კაი ბიჭები არიან რა, ეხა კიდე ბევრ ტიპთან ვერ ვისპარინგე, იმიტომ რომ ჩხუბისთვის ემზადებოდნენ და ეხა არა სპარინგეს ჩვენთან რა. პატარა ქათიც ქონია მამიკოს. უმეტესი წელი კაი დონის არის, короче, ვინც MMA-ზე ვარჯიშობს და ერთი რასაც ვიტყოდი ის არის, რომ ნებისმიერ საქმეში რა, ჩხუბი იქნება სპარინგი თუ რაღაცა, აი თავდაჯერებულობა უეჭველი საჭირო არის რა. თორე იმის გარეშე ჩათვალეთ, რომ აი დაჟანგებული ვიარაღი აქვს, მეტი არაფერი. მოკლედ ეს იყო რა, короче, დღეისათვის კიდე რაღაც ვიდეოს ჩავწერ, რომ როგორც დაგემშვიდობოთ ეხა. ესე მდგომარეობაში და გაუჭირდება მამიკოს. რას მეგობრებო, ამით დღევანდელი ვიდეო დასრულდა. კაი დღე გამომივიდა, короче, ანუ ვიყავი დილით სპარინგებზე, ვიყავი სკუტერის შევცვალე, ასაცმელი გამოვიტანე სამრეცხაოდან. აუზზე წავედი, ოღონდ ეს კადრები არა მაქვს, იმიტომ რომ აუზზე რო ვიყავ, ისე გამისწოდა დასვენება, ისე გამისწოდა რომ მობილური სულ დამავიწყდა. ხო, კიდე რა წარვები გავიკეთე, მაგრამ გალამაზდა მამიკო, ვიყიდე ტანსაცმელი. ეხლა მოვედი სახში ვიდეოს დაედიტება დამრჩა და ეგ არის რა, მშვენიერი დღე გამოვიდა, იმედია რომ მოგეწონათ სპარინგები და არ დაგავიწყეთ, ეხლა გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ, რა მეგობრებს უთხრით, რომ ერთი ბიჭი არისო, წასული ბალიშიო და ძალიან კაი კონტენტს აკეთებსო. სკას გადაეცით კიდე თუ გამოვახაზე რომ დააფინანსოს მამიკო, რაც მე მაგათგან გამოძახებული მაქვს, ქათმი სენდვიჩები. არ ვიმსახურებ დაფინანსებას, ვიმსახურებ ხო და ვიცი აბა.
აი აქ შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი რეკლამა. ხო და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც მე ბალიზე აღმოვაჩინე. ბოზების დედას შევეცდ. ნამასტე.